დღის ამბები პოლიტმეტრის საზომში საომშვიდობისა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება, რა სარგებლოს მიიღებენ მოქალაქეები. აქამდე იფარებოდა დაფინანსებით მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობები, ანუ უახლოესი საათების განმავლობაში ადამიანის სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობები, ეხლა უკვე დაემატა გეგმიური ქირურგიული ოპერაციები და მოცულობა გაიზარდა მნიშვნელოვნად. პოლიტმეტრში დავით სერგეენკო, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. საპრეზიდენტო არჩევნების დღე ტექნიკური შეფერხებებით, მაგრამ მაინც გამოცხადდა. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2013 წლის 31 ოქტომბერი. ნაცნობრაობის პრაიმერი, მისი შედეგი. როდესაც ასეთი გზით ადამიანები გიცხადებენ ნდობას, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო და ეს არის სწორედ ის მორალური ვალდებულება, რომელმაც მე მომიყვანა არჩევნებზე და მომიყვანა დღეს ამ სცენაზე. როგორ მიდის პოლიტიკური პროცესი? უმრავლესობის ხედვით პოლიტმეტრში თინე ხიდაშელი, საპარლამენტო უმრავლესობა, რესპუბლიკური პარტია. რატომ დატოვა ნაციონალური მოძრაობა საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ? ჩემთვის სამწუხაროდ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ მოახერხა ტრანსფორმირება, განახლება და ჩემის ხედვით ის ვერ წარმოადგენს ვერანაირ რესურსს, ვერანაირ პლატფორმას, რომ მე როგორც ერთ-ერთმა მისმა წევრმა მის ფარგლებში ვიბრძოლო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უკეთესი. რომ ასეთ ვითარებაში ეს აქციელი თუნდაც მეგობრული, თუნდაც კოლეგიალური კუთხით არასწორი სორბიდად რო ვთქვათ, მორალთან ცხრალია. ეს მისი არჩევანია სამწუხაროდ, იცით, სწორედ ამაზეა ლაპარაკი, ამ ტერორს, ამ მასშტაბის ტერორს ბევრი ადამიანი იძლევს, ბევრი ვერ უძლევს, ბევრს ნებისყოფა აქვს, ბევრს არ აქვს. თორსა საკრებულოში ეს მთავარ სახეს კარგავს ნაციონალური მოძრაობა, ეს არის უკვე წერტილი. პოლიტმეტრში ერთმანეთის პირისპირ, გია ხუროშვილი საბურთაოს რაიონის გამგებელი, გია ცაგარეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობა. იმდეთ პოლიტმეტრს. მათთვის, ვინც ამ დრომდე არ ფლობდა კერძო დაზღვევას, სახელმწიფო გაფართოებული სადაზღვევო პროგრამას იწყებს. დაზღვევის ეს ახალი ეტაპი მოიცავს 60-დან 60 წლამდე ადამიანებს. ფართოვდება урგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი, დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი, წლიური ლიმიტი 15,000 ლარი, დაფინანსება 70%-ით. ასევე ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა, წლიური ლიმიტი 12,000 ლარი, დაფინანსება 80%. ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა. მოკლედ ბევრი სიახლეა, რა ხარვეზები და რა სიკეთეებია მოსალოდნელი გეგმიური სერვისების მიღების პროცესში. ამ თემაზე პოლიტმეტრში დავით სერგეენკო, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. საომშვიდობისა ბატონ დავით. მადლობა რომ გვეწვიეთ. დადგენილებას ახლა მე როდესაც გადავხედე აი ამ მეორე ეტაპის დაწყების წინა პერიოდს, ხელი მოეწერა 2 დღის წინ, თუ არ ვცდები. შესაბამისად, აი მოქალაქეები, რომელთაც 3 დღის წინ თქვა აინტერესებდათ დღეს რა სარგებელი შეეძლოთ მიიღოთ, არ იყვნენ მაინცსა და მაინც ინფორმირებულნი. სამინისტრომ წინასწარი კამპანია საერთოდ არ აწარმოა. რატომ ეს უბრალოდ სწრაფად მოქმედებს და ვეღარ ასწრებთ ყველაფრის ერთდროულად კეთებას, თუ იყო რაიმე თქვენი კონკრეტული მოსაზრება, რაც ამას წინუძღოდა? მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებამ, როგორც თქვენ პარტიულად არასკევს გამოქვეყნდა ეს დადგენილება, ეს იყო ფინალიზაცია უბრალოდ იმ დიდი სამუშაოსი, რაც ტარდებოდა ამ თვეების განმავლობაში, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების და მათ შორის მოსახლეობის ინფორმირებულობა. ანუ ჩვენი ინფორმაცია მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის არ მიგვიწოდებია მთავრობის დადგენილებით, ხოლო ეს არის ტექნიკური რეგულატორული სახის დოკუმენტი, რომელიც უმეტესწილად იყო განკუთვნილი სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტისადმი. რაც შეეხება საზოგადოებასთან ურთიერთობას, ეს სამუშაო დიდი ხანია მიდიის და ნამდვილად არ დაწყებულა ბოლო 2 დღის განმავლობაში. საქმე იმაში არის, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში მოხერხდა და ქვეყანა შეუერთდა იმ მცირე რიცხოვანი ქვეყნების, საქართველოს შეუერთდა იმ ქვეყნების რიგს, რომელსაც აქვს უნივერსალური ჯანდაცვა. ეს იყო მასშტაბური პროექტი და შეიძლება რაღაც ხარვეზები იყო იგივე საზოგადოებასთან ურთიერთობის, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ანუ ეს იყო ტექნიკური დოკუმენტი და ინფორმაციული კომპანია ეკონდა დიდი ხნით ადრე იყო დაწყებული. დღეს გაიგეს თქვენი კონკრეტული გამოსვლიდან გამომდინარე მოქალაქეებმა ეს მეორე ეტაპი რას გულისხმობდა მათთვის. პირველ რიგში მინდა გითხოთ კიდევ ერთხელ, რომ მინისტრმა უთხრას ჩვენს მაყურებელს ახლა რა სარგებლო
პასუხისმგებელი მოაქვს მათთვის, ვინც ამ დრომდე აყოფილა არასდროს დაზღვეული კერძო კომპანიებში, აი ამ ახალ მეორე ეტაპს და შემდეგ ყველა სხვა შეკითხვა, რომელიც თქვენ ინფორმაციიდან გამომდინარე გაჩნდება. საყოველთაოდ ჯანდაცვის მეორე გაფართოებული ეტაპი, რომელიც დაიწყო დღეს 1 ივლისს, თავისთავში მოიცავს ბევრად მეტ სერვისს, ვიდრე არსებობდა აქამდე. შედარებისათვის, თუ აქამდე სახელმწიფო ანაზღაურებდა მხოლოდ ოჯახის ექიმთან ვიზიტს, ეხლა უკვე ანაზღაურებს ექიმ სპეციალისტებთან ვიზიტს. განმარტავ თქვენი ნებართვით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ოჯახის ექიმი არის პირველად ჯანდაცვის ექიმი, შეიძლება იყოს ოჯახის ექიმი, უბნის თერაპევტი, უბნის პედიატრი. ექიმის სპეციალისტები ეს არიან უკვე კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ყელყურცხვირის ექიმი და ასე შემდეგ. აი ეს არის ერთ-ერთი განსხვავება. მეორე განსხვავება, თუ კვლევების ჩამონათვალი იყო საკმაოდ მცირე, ეხლა ეს კვლევების ჩამონათვალი გაფართოვდა და ლაბორატორიულ ნაწილში დაემატა მთელი რიგი ბიოქიმიური ანალიზებისა, როგორც არის ღვიძლის ფუნქციები, თირკმაზე ფუნქციები, ქოლესტერინა და შემდეგ, ასევე დაემატა ინსტრუმენტული კვლევები, როგორც არის ეკოსკოპია, რენტგენი და ასე შემდეგ. თუ სტაციონარულ ნაწილში, ანუ კურნალობის იმ ნაწილში, რომელსაც ჭირდებოდა სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე მეტი დაყოვნება. ადრე 1 ივლისამდე ფინანსდებოდა მხოლოდ გადაუდებელი მდგომარეობები, ანუ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის უახლოეს საათებში და 2 დღეში საფრთხის შემქმნელი მდგომარეობები. ეხლა ამას დაემატა გეგმიური სამედიცინო სერვისებიც. ანუ ფაქტიურად ეს გახდა რამოდენიმეჯერ გაიზარდა მოცულობა და ყველა იმ ადამიანს, ვინც 1 ივლისის დღის მდგომარეობით არ მონაწილეობდა კერძო სადაზღვევო არ სარგებლობდა კერძო დაზღვევით, შეუძლია ამ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა. მათ უფრო მეტი დეტალი შევმატოთ, რას ნიშნავს გაფართოება ჯერ პირველ რიგში урგენტული შემთხვევების წრის. ამ დრომდე რა შედიოდა და ახლა რა სიახლეა პროგრამაში ამ ეტაპზე? მოდით ესე ვთქვათ, ნებისმიერ პროგრამაში, მათ შორის ჯანდაცვის პროგრამაში აუცილებელი არის, რომ იყოს მაქსიმალურად მკაფიოდ გაწერილი ის წესები, რის მიხედვითაც ხდება პროგრამის მიმდინარეობა. თუ კი 28 ფებრუარიდან 1 ივლისამდე ეს პროექტი რეგულირდებოდა ეგრეთ წოდებული პოზიტიური სიით, ანუ უბრალოდ ჩამოწერილი იყო ეს 453 მდგომარეობა, გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც ექვემდებარებოდა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას. ეხლა ეს მოდელი შეიცვალა და გადავერთეთ ეგრეთ წოდებულ ნეგატიურ სიაზე, რომელიც ჟღერადობის მიუხედავად სულს არ ნიშნავს, არამედ შინაარსობრივად ნიშნავს იმას, რომ იფარება ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, გარდა აი ამ ნეგატიურ სიაში გაწერილი მდგომარეობებისა. ეს ნეგატიური სია პრინციპში სტანდარტულია და არ განსხვავდება არსებული, ასე ვთქვათ, ტრადიციული ნეგატიური სიისაგან. ამ შემთხვევაში მასში შევიდა ექიმის დანიშნულების გარეშე ჩატარებული მკურნალობის ანაზღაურება, სანატორიულ-კურორტული, პლასტიკური ქირურგია, არ შევიდა სახსრის ენდოპროტეზირება, ენდო და ეგზოპროტეზირებები, არ შევიდა მეორე და მესამე კლასის დეფიბრილატორების და რესინქრონიზატორების იმპლანტაცია, არ შევიდა მხედველობის ლაზერით კორექცია. ანუ პრინციპში ეს არის მეტნაკლებად სტანდარტული ნეგატიური სია, რაც ეს შემთხვევაში განსხვავება არის ის, რომ თუ ამ დრომდე თქვენ ამბობდით რას აფინანსებდით, ახლა ამბობთ რას არ აფინანსებთ. დიახ, ეს არის მრავალი განსხვავებიდან ერთ-ერთი. ეს საშუალებას იძლევა, რომ ასევე გაკონტროლდეს პროექტის მიმდინარეობა და საშუალებას იძლევა, რომ აღარ იყოს შემოფარგლული მხოლოდ 453 ერთეულით და სინამდვილეში ეხლა უკვე ახალ პაკეტში, კი ბატონო, ესე ვთქვათ, შედის რამოდენიმე 1000 მდგომარეობა, ვიმეორებ, ნებისმიერი, რომელიც არ შედის ნეგატიურ სიაში. ბატონ დავით, მე მაქვს კერძო დაზღვევა და მაქვს ბარათი, სადაც ძალიან კონკრეტულად წერია ჩემი უფლებები, რას რამდენით მიფინანსებს სადაზღვევო კომპანია. მე ზუსტად ვიცი, როდესაც რამე მჭირდება, ამ ბარათში ვიხედები და ვარ მეტად უზრუნველყოფილი და ინფორმირებულიც, როდესაც ადგილამდე მივდივარ. რატომ არ აკეთებს აი ამ რაიმე ტიპის ბარათის სისტემას მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო? იმისთვის, რომ მათაც კონდეთ ეს დაცულობის მეტი შეგრძნება, რომ ეს ბარათი მუდმივად თან აქვთ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დახედონ ბარათს. მოდით ესე ვთქვათ,
ესეთი ბარათები უკვე დაბეჭდილია თვალსწორები 100,000-ზე მეტი და უკვე დარიგებული არის თბილისში და რეგიონებში. ეს არის სწორედ იმ შინაარსის ბარათი, რაც როგორც წესი დატანილია ხოლმე სადაზღვევო პოლისი, ანუ რა ფინანსდება, რამდენით და რა წესით და რიგით. ესეთი ბარათები დაბეჭდილია და დარიგებული არის უკვე. რაც შეეხება იმას, რომ მოდით ესე ვთქვათ, აი ეს უპირატესობა, პრივილეგია, რასაც საქართველოს მოქალაქე იღებს ამ პროექტში მონაწილეობით. უნდა ეს აისახება როგორც წესი ვაუჩერით, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს რაღაც მატერიალური ნივთი ან არამატერიალური. არამატერიალური ყველა მოქალაქეს აქვს და როგორც კი მიმართავს პირველი მიმართვისთანვე მას გარდა საგარანტიო წერილისა მიეცემა სწორედ ესეთი ბარათი, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი ყველა ის საკითხი, რაც თქვენ აღნიშნეთ. ისე პირველი განცხადება ამისთვის საჭირო. როგორც კი დაჭირდება ამ სერვისის მიღება, მაშინ ოღონდ ეს არ იქნება სადაზღვევო პოლისი ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ეს არ არის დაზღვევა თავისი შინაარსით განსხვავდება და მეორე ის რომ ამის საჭიროება არ არის, იმიტომ რომ პოლისი ან ნებისმიერი დოკუმენტი არის რაღაცის დამადასტურებელი. ჩვენ მონაცემთა ელექტრონული ბაზით ვადასტურებთ ამ პრივილეგიებს. არ გვჭირდება უბრალოდ სტამბის ხარჯები არ გავწიეთ ამისათვის. 2,500,000 ადამიანი ისარგებლებს ამით. რაც ეხება ლიმიტებს, ახლა ჩვენ ნაწილობრივ გავეცანით იმ შეთავაზებას, რაც თქვენ გაქვთ, თქვა 15,000 ლარი, რომელთაც აფინანსებთ რეგიონულ ოპერაციებს, სახელმწიფო აფინანსებს 70%-ით. თქვა ჭირდება 17,000-იანი, 20,000-იანი ოპერაცია, ის ნიშნავს, რომ აქ 15,000-ის ფარგლებში ვმოქმედებ თქვენთან ერთად და შემდეგ დანარჩენი არის ჩემი როგორც მოქალაქის გადასახადი. დიახ, ამ ეტაპზე ესეა. ნებისმიერ კლინიკაში, მე შემიძლია ავირჩიო კლინიკა? კლინიკაზე არის აბსოლუტურად თავისუფალი არჩევანი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ნებისმიერი კლინიკა შეუძლია შეარჩიოს პაციენტმა თავისი ნებასურვილით, არანაირი შეზღუდვა ამაში არ არის. მაგრამ მოქალაქე გაგონილი მაქვს, რომ ეს კონკრეტული ექიმი არის ძალიან კარგი, მე შემიძლია მასთან მივიდე. ის არის ვალდებული, მე მომემსახუროს, თუ მას შეუძლია თქვას, რომ ეს არის კერძო კლინიკა და მე მირჩევნია, რომ მივიღო პაციენტები კერძო დაზღვევით. პროგრამაში მონაწილეობენ ის კლინიკები, ვინც ამისი სურვილი გამოთქვა და ესეთი არის აბსოლუტური უმრავლესობა. ალბათ ერთეულები, თითზე ჩამოსათვლელი ერთეულები დარჩენ, ვისაც არ გამოუთქვამთ სურვილი ამ პროექტში მონაწილეობას. ანუ თუ პროექტში ჩართულია კლინიკა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიმართოს. რა არის ესეთი დიდი კლინიკები, ცნობილი კლინიკები, ვინც არ ჩაერთო შეგნებულად და პოზიცია აქვს ასეთი, რომ მათ არ ჭირდებათ აი ამ არ მახსენდება ესეთი გამოკვეთილი პოზიცია, მართალი გითხრათ, რომ ასეთ პოზაში დამდგარიყვა, რომ არა პირიქით ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში თვის განმავლობაში მათთან ინტენსიური მუშაობა ჰქონდა და ესეთი ძალიან ცხოველი ინტერესი არის მათთაგან, რომ და გამოხატავენ პოზიტივს, რომ მიიღონ ამაში მონაწილეობა და უფრო მეტიც თვითონ აქტიურად ჩართულები იყვნენ ამ კლინიკის წარმომადგენლები და მენეჯერები ამ პროექტის შემუშავებაში. რაც ეხება ხარისხს, მომსახურების 500 ლარი მაგალითად მშობიარობის ხარჯი, რომელსაც ანაზღაურებს სახელმწიფო პროგრამა. როდესაც მოვიკითხე კერძო კლინიკებში დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებში ამ მშობიარობის თანხა გადასახდელია. ეს 500 ლარი ხარისხს არ დააგდებს სახელმწიფო მომსახურების ხარისხს? თუ მექნება 2 წუთი ან 3 წუთი რომ გამარტო ეს დაწვრილებით რას ნიშნავს 500 ლარი. რა თქმა უნდა ჩვენ ამ რიცხვამდე მივედით, ჩავატარეთ ძალიან დიდი მოკვლევა. ეს თანხა აღებული არის ბაზრის კვლევის მეთოდით და გამოვიყენეთ იგივე მეთოდოლოგია, რაც ურგენტულში. ანუ ყველა აბსოლუტურად უკლებლი ყველა სამედიცინო დაწესებულებას, მათ შორის სამშობიარო სახლებს, გაუგზავნეთ ჩამონათვალი კლასიფიკატორი მდგომარეობების და დაავადებების და ვთხოვეთ, რომ ჩაეწერათ თავიანთი ფასები. ოღონდ ეს ისევე როგორც წინა შემთხვევაში ურგენტული პროექტის უნდა ყოფილიყო ის თანხა, რომლის განმავლობაშიც მათ შეძლეს ბოლო 1 წლის განმავლობაში ამ საქმიანობის განხორციელება. აი ეს მინიმუმი და დატოვებულია პლუს-მინუს 10%-იანი კორიდორი. ეს თანხა 500 და 800 აღებული არის ასევე ამ დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციით და არ მინდა რომ მაყურებელი გადავტვირთ უკვე სტატისტიკური რაღაც მათემატიკური მითი, ეს არის ფასების მაქსიმალური სიმჭიდროვის ველის შუა
აღებული. ანუ ეს არის აბსოლუტურად რეალური ფასი. მე არ მაქვს ამ კლინიკებისაგან ნებართვა რომ ღია ეთერში დავასახელო, მაგრამ დამერწმუნეთ, თქვენ შეგიძლიათ დაინტერესდეთ და მოგვაწვით ამ მონაცემებს, რომ ამ ფასებით რეალურად მუშაობენ კლინიკები, მათ შორის თბილისში, მათ შორის დიდი და პრესტიჟული. რაც შეეხება კერძო კლინიკებს, მათ შეუძლიათ ის ფასი დადონ, რასაც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ თავისი ბიზნეს გეგმებიდან გამომდინარე. ესეთ შემთხვევაში ჩვენ ვიხდით იმღირებულებას და დანარჩენი უკვე უნდა გადაეხადოს თვითონ ორსულმა ან სხვა შემთხვევაში პაციენტმა. ანუ დამერწმუნეთ, ეს ფასები არის აბსოლუტურად რეალური. ბატონ დავით, ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებდა სპეციალური კომისიები, როდესაც ხდებოდა ხოლმე დაფინანსება უმწევლო ადამიანების ან შეძლებული ადამიანებისაც, მაგრამ მათ თქვა სჭირდებოდა რაღაც ისეთი თანხა, რომელზეც ვერ გადიოდა ოჯახი და თქვენ იხილავდით ასეთ შემთხვევებს კომისიური წესით. მსგავსი ტიპის კომისიები კვლავ იმუშავებენ, თქვათ რეჟიმში ამ სახელმწიფო პროგრამის პარალელურად ის თანხა ადგილზე რჩება, ანუ მოქალაქეს რომელსაც თქვა ჭირდება ძალიან ძვირიანი ოპერაცია, იქიდან 15000 აძლევს სახელმწიფო, კვლავ აქვს შანსი რომ დამატებითი დაფინანსება მოიპოვოს თქვენგან. პირველი ის რომ ეს კომისია მუშაობს, გააგრძელებს მუშაობას და უფრო მეტიც მისი ბოლოს ხდომა იყო აი ამ დილით 12-ის ნახევარზე. ადასტურებ, რომ ეს აგრძელებს მუშაობას და აგრძელებს ყველა შემთხვევაში განხილვას, რომელიც გამონაკლისის წესით უნდა დაფინანსდეს. თუმცა ამ პროგრამაში აქამდე გაერთიანებული იყო მაგალითად ძალიან დიდი ნაწილი გულის ქირურგია იმ ასაკობრივი ჯგუფისთვის, რომელიც არ იფარებოდა დაზღვევებით, ანუ არა პენსიონერებისათვის. ეხლა ამის საჭიროება აღარ არის, რა თქმა უნდა, და ეს აქტივობები უბრალოდ გადმოვა საყოველთაო ჯანდაცვაში. იგივე ონკოლოგია. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს აქტივობები გადმოვა. თუმცა რჩება ძალიან დიდი ველი და ეს კომისია იგივე ინტენსივობით აგრძელებს მუშაობას. რამდენიმე ექსპერტის სფეროში, რომელსაც თქვენ მეკუთვნებით, მე მათ გავისაუბრე და ისინი ამბობენ, რომ დაახლოებით მსგავსი პროგრამა 1996-2003 წლებში მუშაობდა საქართველოში, როდესაც იყო თანადაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან და აქ მაშინ კი იყო ის სხვა პერიოდი, მაგრამ არაფორმალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან იყო ძალიან სერიოზულად გაზრდილი. ვერ არკვევდა ის თავისი 30% რაში გადაიხადა, რამდენად სწორად გადაიხადა და ასე შემდეგ. ეს რისკები დღეს დაცულია? დაცული არის და რამოდენიმე ეშელონიანი დაცვით არის. პირველ რიგში ის, რომ რო შევადაროთ მაშინ ეს 96 წლის პროექტი და 2013 წლის პროექტი. ადმინისტრირება საერთოდ განსხვავებული იყო და ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაც არის ზარალების ადმინისტრირების დეპარტამენტი, რომელიც სადაზღვევო ზოგადად სადაზღვევო ინდუსტრიის ნაწილია და ჩვენ შევქმნით სამინისტროში. მაშინ საერთოდ არ არსებობდა, არანაირი სახით არ არსებობდა. ფასწარმოქმნის მექანიზმი მაშინ იყო აღებული უბრალოდ ზეპირად. ტარიფები იქნა განსაზღვრულად დასხდნენ და განსაზღვრეს, რომ აი ეს შეიძლება იყოს ლოგიკური ტარიფი. ჩვენ ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, ეს მეორე მნიშვნელოვანი განსხვავება. მესამე მნიშვნელოვანი განსხვავება ამ ორ პროექტს შორის არის ის, რომ მაშინ მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ეფარებოდა და რა არა, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი არც ისე კარგად იყო გაცნობილი. რა ხდება ჩვენ შემთხვევაში? ადამიანი, როდესაც მიდის ფრონტ ოფისში იმისათვის, რომ მიიღოს ეს სერვისი, მისთვის საჭირო მას დაწვრილებით უხსნიან მის უფლებებს, აჩვენებენ ფასებს სხვადასხვა კლინიკებში, აძლევენ არჩევანის საშუალებას, განუმარტავენ ამ ყველაფერს. ანუ ეს სამმაგი ეშელონი არის ტაქტიკური ეშელონები, ასე ვთქვათ, რაც განსხვავებს, ხოლო სტრატეგიული არის ის, რომ 96 წლის და 2013 წლის შედარება ზოგადად რთულია, ასე ვთქვათ, ბევრი ზოგადი ფაქტორის გამო. აი, როდესაც მოქალაქე ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს ყურადღებით, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ოჯახში პერსონალურად და თქვენ ახსენეთ ფრონტ ოფისი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, როდესაც მე ვგეგმავ ჩემს ოპერაციას, რომელიც რაღაცა თანხას საჭიროებს, მე მივდივარ სად და ვკითხულობ სად ეს ფრონტ ოფისი, სად მდებარეობს, რამდენად ხელმისაწვდომია იმ წუთში, როგორც კი მე დამჭირდება. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ხაზი გაეცვას იმას, რომ ადამიანს რაც ჭირდება მისი ჯანმრთელობისთვის უნდა განუსაზღვროს ექიმმა და არ განსაზღვროს თვითონ, თუ კი თვითონ არ არის ექიმი. ანუ თუ კი ადამიანს რამე აწუხებს, უნდა მივიდეს ექიმთან. უკვე ის დაუგეგმავს ამა თუ იმ საჭირო, ასე ვთქვათ, სამკურნალო დიაგნოსტიკურ ღონისძიებას. ამას დაადასტურებს მიღებული სტანდარტული ფორმით, ეგრეთ წოდებული ფორმა ნომერი 100-ით. პირადობის მოწმობა
მოხდით და ფორმა ნომერი 100-ით აღჭურვილი, ასე ვთქვათ, ეს მოქალაქე უნდა მივიდეს მთელი საქართველოს მასშტაბით ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში. ეს შეიძლება იყოს თბილისში თუ თბილისელი ეს ადამიანი და პირველი ყველაზე დიდი გამტარუნარიანი ოფისი არის ექსპო ჯორჯიას ნომერი 6 პავილიონი. რაც შეეხება რეგიონებში და რაიონებში, ეს არის მათთვის რაიონის მასწავლებლებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი მისამართები, სადაც ფუნქციონირებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფისები. სწორედ იქ არის გამართული ეს სერვისები. ეს სერვისი ხარისხიანია, მოასწარით მომზადება ადამიანების, ვინც უნდა იყოს კომუნიკაციაში პაციენტებთან. მე ვფიქრობ, რომ ეს სამსახური, ახალშექმნილი სამსახური, რომელიც იანვარ-თებერვლის დასაწყისში შევქმნით ზარალების ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული არის. იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა საკმარისი არც ისე ბევრი დრო გვქონდა ამის შესაქმნელად, მაგრამ სამსახურების შექმნა დაიწყეს ძალიან დიდი ამ დარგის დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებმა. შესაბამისად, ჩემი აზრით ეს იყო ძალიან ეფექტური საკადრო პოლიტიკა და ძალიან ეფექტური ინფრასტრუქტურული პოლიტიკა. თქვენ დაგჭირდათ ახალი კადრების აყვანა, მომზადება? დიახ, ამას რამოდენიმე თვე მივუძღვანეთ და ნებისმიერი პროექტის ადმინისტრირება სჭირდება რესურსები და მათ შორის ადამიანური რესურსები. დიახ, რა თქმა უნდა, დაგჭირდება ახალი კადრები. რაც ისეთი საჭიროების წიგნი იყო ადრე. თქვათ, არ დამაკმაყოფილა ამ სერვისმა, მე საჩემიძლია გავასაჩირო, გავაპროტესტო ადგილზევე, თუ არსებობს კიდევ ზედა ეშელონები? ნებისმიერი ჯანდაცვითი სერვისის გაპროტესტება, ასე ვთქვათ, ოპერატიული შეიძლება ჯანდაცვის სამინისტროს ხელხაზზე, რომელიც ასევე გამართულად მუშაობს. შესაძლებელია წერილობით ჯანდაცვის სამინისტროს კანცელარიაში და შესაძლებელია თუ ეს ფინანსურ დავებს ეხება მედიაციის სამსახურში, ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში მედიაციის სამსახურში. ასევე შეიძლება დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან, მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან. რადგან დღეს როდესაც თქვენ დასახელეთ რამდენიმე რიცხვი, რომ პირველი ეტაპის ფარგლებში თქვენი პროგრამის მომსახურება მიიღო დაახლოებით ამბულატორიული 41,700 ადამიანმა, ასევე ბრძანეთ, რომ სტაციონარული შემთხვევები დაფიქსირდა урგენტული გადაუდებელი 15,000-ზე მეტ შემთხვევაში და 6,300,000 ლარზე ცოტა მეტი გაიხარჯა ამ ყველაფერში. ეს ის თანხაა, რომელიც ბიუჯეტურად თქვენ გათვლილი გქონდათ, თუ მოულოდნელობები იყო ამ პროცესში? მნიშვნელოვნად ნაკლები თანხა არის, ვიდრე ჩვენ გვქონდა გათვლილი, რაც ნიშნავს, რომ პროექტის ადმინისტრირება იყო ხარისხიანი. სწორედ აქ მივდივარ შემდეგი კითხვით. მეორე ეტაპი გაცილებით უფრო ფართოა, როგორც თქვენ გვეუბნებით, მით უმეტეს გეგმიურ ოპერაციებს თავაზობთ თქვენ უკვე მოქალაქეებს. გაცვლება ჯანდაცვის ბიუჯეტი, თქვენ ფიქრობთ, დეფიციტური მომენტები ხომ არ შეიქმნება წლის ბოლომდე? ჩვენს გათვლები ჯერ კიდევ შარშან გავაკეთეთ, შარშან ნოემბერში დავასრულეთ და ამის მერე წავაგინებთ პარლამენტში ბიუჯეტი დასამტკიცებლად. დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, ვადასტურებთ, რომ ის გათვლები საკმარისი უნდა იყოს დასახული გეგმების გასახორციელებლად და ამის დადასტურებას არა მარტო ჩვენ წინასწარ გათვლებს, არამედ დადასტურებას გვაძლევს უკვე ის ფინანსური ბალანსი, დანახარჯები, რაც უკვე ამ თვეების განმავლობაში მიდის. ანუ როგორც მოგახსენეთ, ჩვენს მიერ პროგნოზირებულზე უფრო ნაკლები თანხით შევძელით ამ პროექტების განხორციელებას და ახალ რისკებს ამ პროცესში. ჩვენ რისკების მრავალმხრივი შეფასება გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, რისკისგან აბსოლუტურად დაცული არც ერთი პროექტი არ არის, მათ შორის არც ჩვენი, მაგრამ რაღაც კატასტროფულ რისკებს, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს თვითონ პროექტის მიმდინარეობა, ჩვენ არ ველოდებით. არის რისკები და ჩვენ გვაქვს სხვა ABC გეგმები ამ რისკების სამართავად. იყო პირველი ეტაპი, ბართ მეორე ეტაპზე იქნება კიდევ ახალი მესამე ეტაპი. დიახ, ჩვენ გეგმავთ, რომ წლის განმავლობაში მინიმუმ 2-ჯერ გადაიხედება პროექტის მიმდინარეობა. რატო მინიმუმ 2-ჯერ და რატო არა ახლავე? იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება პროსპექტიული შეფასება ამ პროექტის მიმდინარეობის არა მარტო ფინანსური კუთხით, არამედ ადმინისტრირების კუთხით და სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხის კუთხით. ჩვენ შემდეგი ეტაპი გვექნება, მე ვფიქრობ, 2 ან 3 თვის შემდეგ ერთი გადაფასება პროექტის და თავისთავად ცხადია წლის ბოლოს კიდევ ერთი გადაფასება. ეს იქნება შეფასებითი პროექტები თუ ახალი სერვისების ჩაშობაც მოხდება პროექტების განმავლობაში? ამ ეტაპების განმავლობაში. ამაზე ჩვენ გვაქვს
ორი მთავარი სამუშაო გეგმა და რომელ არჩევანს გავაკეთებთ, ანუ გაფართოებისკენ წავალთ თუ იგივე მოცულობაზე დავრჩებით, ამას ასე ვთქვათ გვეტყვის ჩვენი შეფასების შედეგები, ამაზე იქნება დამოკიდებული. ანუ ორივე გეგმა გვაქვს, ან მინიმუმ ამ მოცულობით ვაგრძელებთ წლის ბოლომდე, ან ვაკეთებთ მინიმუმ ერთ გაფართოებას. ახლა როგორც ვიცი, პარლამენტში შესული ეს კანონპროექტი ავტორია კობა დავითაშვილი. მას ქვია ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის შესახებ, სოციალური დაზღვევის შესახებ. და იქ არის საუბარი იმაზე, რომ თუ კი ეს კანონპროექტი იქცა კანონად, სახელმწიფომ უნდა დააფუძნოს თავისი ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნული ფონდი. ეს ამ ეტაპებში გათვალისწინებულია. ეს თქვენს მიერ მხარდაჭერილი პროგრამაა, სადაც სახელმწიფო ფონდი შემოდის მოთამაშედ ასპარეზზე. თავისთავად სახელმწიფო უკვე შემოსული არის ასპარეზზე 28 თებერვლიდან და ამ აქტივობების ადმინისტრირებას ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს სახით. რაც შეეხება საკუთრივ ფონდის ან გნებავთ სააგენტოს, ამას ალბათ იურისტები შეარჩევენ. ამ სტრუქტურის არსებობა, ამ სახელმწიფო სტრუქტურის არსებობა არამც თუ ბატონი კობას კანონპროექტით, არამედ ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში იყო გაცხადებული და რა თქმა უნდა ეს ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. უფრო მეტიც ჩვენ როდესაც ნოემბრის ბოლოს თუ სწორად მახსოვს წარვადგინეთ სამი სამუშაო ვარიანტი პარლამენტში, მათგან მოწონებული იქნა სწორედ ის, რითიც ჩვენ მუშაობთ. ანუ პირველ ეტაპზე ადმინისტრატორი განმახორციელებელი იქნება ჯანდაცვის სამინისტრო, ამის შემდეგ უკვე ჩამოყალიბდება ეს სახელმწიფო სტრუქტურა, ფონდი ან სააგენტო და უკვე ის გადაიბარებს ამ პროექტების მართვას და სწორედ ამ გეგმითაც მედივართ. რაც შეეხება თვითონ სტრუქტურას კანონპროექტის, ანუ ჩვენ ვისაუბრებთ კონცეფციაზე, ახლა სტრუქტურა, შიდა სტრუქტურა ამ ფონდის. ამაზე ჩვენ გვაქვს სამუშაო პროცესი, ანუ ჩვენ მივიღებთ პარლამენტისგან ეს კანონპროექტი, მივწერეთ ჩვენი შენიშვნები, მე მგონი დღეს გადაიგზავნებოდა უკვე და ამას სამუშაო რეჟიმშია გადასული. თუმცა ფონდის დაფუძნება გარდაუვალია და მხარდაჭერილია ყველა ინსტანციაში. მე ესე ვიტყოდი, რომ გარდაუვალი არის ყველა იმ ინსტრუმენტის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის ოპტიმალურ შესრულებას. თავისთავად აპრიორი არ არის არც ფონდი და არც რაიმე სხვა სტრუქტურა. ამოცანა არის, რომ შედეგი მივიღოთ კარგი. ჩვენი წინასწარი გათვლებით და ქართული ოცნების თემატური ჯგუფის წინასაარჩევნო, ასე ვთქვათ, შრომით, ისევე როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2010 წლის სტრატეგიით, ესეთი სტრუქტურის შექმნა ითვლება ოპტიმალურად უნივერსალურ ჯანდაცვაზე გადასვლის სას, ანუ იმ პერიოდისთვის, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით. აი ამ მესამე ეტაპზე, როდესაც შეიქმნება, ვთქვათ, სადაზღვევო ეროვნული ფონდი, კერძო კომპანიებს კვლავ ეკნებათ ხელშეკრულებები თქვენთან? ეს უშუალო კავშირში არ არის კერძო სადაზღვევო კომპანიებთან, ანუ ეს არის ადმინისტრატორის სტრუქტურა, განმახორციელებელი. ადმინისტრატორი უკვე არის ჯანდაცვის სამინისტრო და ამეთი საფრთხე არ შექმნია კერძო სადაზღვევო კომპანიებს. ჯანდაცვის სამინისტროს, ასე ვთქვათ, გამოეყოფა ეს სტრუქტურა, რომელიც ეხლა ახორციელებს პროექტის მართვას და ჩამოყალიბდება ცალკე სტრუქტურად და გამდიდრდება სხვა ერთეულებით. ანუ ამ პროცესს, როდის შეიქმნება ეს ფონდი, არანაირი არც პირდაპირ და არც ირიბი კავშირი არ აქვს სადაზღვევო კომპანიების არსებობის თარიღთან. მაშინ რომ უფრო მეტი დეტალით გვიამბოთ აი ამ სახელმწიფო ფონდის და კერძო სექტორის საქმიანობას როგორ ხედავთ სამომავლოდ? კერძო სადაზღვევო კომპანიები ფონდთან რა კომუნიკაციაში იქნებიან? ეხლა რასაც ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური მომსახურების სააგენტო, ახორციელებს ამ საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს, ახორციელებს იმას, რომ გასცემს პენსიებს, ახორციელებს იმას, რომ გასცემს დაუშვათ სოციალურ დახმარებებს. აი ეს ფუნქციები გამოიყოფა და მიენიჭება ფონდს. ანუ ეს ფუნქციები არც ეხლა არ არის კავშირში კერძო სადაზღვევო კომპანიებთან და არც მაშინ არ იქნება, როდესაც უკვე არა ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტი, არამედ ცალკე ფონდი განახორციელებს. თუმცა მე უფრო რას ვკითხულობ, რომ სახელმწიფო როდესაც გამოყოფს ამხელა თანხას ჯანდაცვის პროექტებზე, ამისი მმართველი იქნება მხოლოდ სადაზღვევო სახელმწიფო ფონდი, თუ ამისი განმახორციელებელიც იქნება, რომელიც ხელშიც იქნება თანხა, რომელსაც მიიღებს და რომელსაც გადაიხდის. ამ შემთხვევაში ხდება სწორედ ნაკლები ფუნქციის მატარებელი კერძო სექტორი. ამაზე მაქვს საუბარი. მოდით ესე ვთქვათ, რომ თანხას ვინც იხდის, მან უნდა გააკონტროლოს. ეს არის
ერთ-ერთი მთავარი კანონი, რომლის დაუცველობამაც მივიყვანა იქამდე, სადაც მივიყვანა, რომ ჯანდაცვის სისტემის მაგალითად გვაქვს გარკვეული ესეთი დიფუზური სტრუქტურა, რომელსაც ძალიან ჭირს თავისდაბოლოს მოყრა. Რა თქმა უნდა, შეთანხმებული მოდელი არის ერთიანი გადამხდელის მოდელი, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის თლიან ადმინისტრირებას განახორციელებს ასევე სახელმწიფო სტრუქტურა. რაც შეეხება კერძო სადაზღვევო ბიზნესს და კერძო სადაზღვევო კომპანიებს. ისინი ეხლა სახელმწიფო პროგრამის მართვაში გამოდიან არა როგორც კერძო ბიზნეს მოთამაშეები, არამედ სახელმწიფო შეკვეთის განმახორციელებლები, სახელმწიფო ფულის მმართველები და ადმინისტრატორები. ამ თანხის მმართველი გახდება ისევ სახელმწიფო, ხოლო კერძო სადაზღვევო კომპანიებს მათთან ბევრი კონსულტაცია გვაქვს გავლილი ამისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მეეცემათ, რომ კერძო ბიზნესი როგორც ასეთი ამ შემთხვევაში კორპორაციული დაზღვევა განავითარონ წარმატებით და რამოდენიმე ციფრს ვიტყვი, რომ ესე არ დარჩეს ლიტონ სიტყვებად. მაგალითად, თუ ეხლა კერძო სადაზღვევო ინდუსტრია კორპორაციულ დაზღვევას სერვის, სადაზღვევო პროდუქტს დაუშვათ ყიდის 50 ლარად და ამაში შედის რაღაც X რაოდენობის სერვისები. როდესაც სახელმწიფო გადაიხდის საბაზო მომსახურებას ზუსტად იგივე ანალოგიური მოცულობის პაკეტის მიღება, მოქალაქეს შეიძლება უკვე ნაკლებად დაუშვათ 20 ლარად. ან იგივე 50 ლარად, რასაც გადაიხდით, ბევრად მეტის. სადაზღვევა გაიაფდება მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, გაიაფდება მნიშვნელოვნად და ცალსახად, ერთმნიშვნელოვნად. ეს ნიშნავს, რომ ვისაც ექნება კერძო დაზღვევა, მათთვისაც იმუშავებს სახელმწიფო პროგრამა. დიახ, ანუ ეხლა მოსახლეობა რო წარმოვიდგინოთ გრაფიკულად, რომ X ღერძზე არის ასაკი და Y ღერძზე არის დაზღვევა, გაყოფილი არის ვერტიკალურად. ანუ ერთ მხარეს არის აქამდე არადაზღვეული ადამიანები და მეორე მხარეს აქამდე დაზღვეულები. ეს არის ესეთი ვერტიკალური გაყოფა. საბოლოო ჯამში თუ ჩვენ შევთანხმდებით კერძო სადაზღვევო კომპანიებთან მსჯელობით, ანალიზით და სიტუაციის რეალური რისკების გათვლით, ეს გაყოფა გახდება ჰორიზონტალური, ანუ სახელმწიფო უზრუნველყოფს მისი უკლებრივ ყველა მოქალაქეს საბაზო პაკეტით მომსახურებას და ამის ზევით ზედნაშენი შეიძლება განავითარონ ძალიან დიდი წარმატებით კერძო სადაზღვევო კომპანიები. ასე გებსე კერძო დაზღვევა ხელს არ უშლის მოქალაქეს იმაში, რომ გამოიყენოს სახელმწიფოს ფონდით. პირიქით, სწორი გაგეგმვის შემთხვევაში ეს იქნება იდეალური სიმბიოზი, სადაც ორივე მხარე შეიძლება რომ თავის შესაძლებლობები განავითაროს. რადგან ჩვენ პრაქტიკულად აღარ დაგვჭირდა დრო, თუმცა არ შემიძლია არ კითხოთ 12 წლის მიზა ცეცხლაძეზე, რომელიც სამწუხაროდ არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ის ჩვენმა მაყურებელმა იცის, იმიტომ რომ ჟურნალისტები აქტიურად ჩვენს მიერ შექმნილი ფონდის ფარგლებში ვეხმარებით, ამ შემთხვევაში ვეხმარებოდით მას და თქვენ, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად ვიცით, რომ ბოლო ეტაპზე სახელმწიფომ გაიღო მისთვის კონკრეტული დახმარება, ის არის ლეიკემიით თავად. მას ესაჭიროებოდა ძალიან დიდი თანხა სწორედ სერიოზული ოპერაციისთვის საზღვარგარეთ, მაგრამ მირზა, როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ვერ მოვასწავით, მოკლედ ყველამ ერთად დავაგვიანეთ. თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ფიქრობთ თუ არა, რომ აი ამ მიმართულებით ლეიკემიან ბავშვებთან მუშაობის პროცესში უფრო მეტი სისწრაფეა საჭირო იმისთვის, რომ ესეთი შემთხვევები აღარ დადგეს? რაც შეეხება მიზას ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა დამძიმდა გუშინ, მე არ ვარ უფლებამოსილი მისი ოჯახის წევრებისგან, რომ კლინიკური დეტალები ვამსნო საზოგადოებას, ამიტომ მარტო ამით შემოვიფარგლები. რაც შეეხება ზოგადად ონკოჰემატოლოგიას, ამ დაავადების აღმოფხვრა ვერავინ ვერ შეძლო სამწუხაროდ და ძალიან სამწუხაროდ საშუალოდ 10%-ში ეს ფატალურად თავდება ხოლმე. ჩემთვის ახლა შეუძლებელია თქმა, დიდი ალბათობით აქ ალბათ რომ უფრო ადრე ჩატარებულიყო ეს სამკურნალო პროცედურა, რისკები შემცირდებოდა, მაგრამ არ გაქრებოდა არავითარ შემთხვევაში და რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით, გეთანხმებით, რომ სისწრაფე საჭირო არა ნაჩქარევი, არამედ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები. ესეთი თემის მოგვარებას დამოწმეთ, რომ რამოდენიმე თვეში, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს წლის ბოლოსთვის ამას შეძლებ, რამოდენიმე თვეში ამ თემის მოგვარება, ამ მასშტაბების თემის მოგვარება დამოწმეთ, არა სწრაფი იქნება, არამედ რაღაც ზესწრაფი და მე პირობას ვიძლევი საჯაროდ, რომ უკვე ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ განმეორდეს ესეთი შემთხვევები და იმისათვის, რომ თემა საზოგადოებამ და პირველ რიგში ამ ბავშვებმა
დაინახონ ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და მათ გვერდით დგას. მათ მშობლებს შეუძლიათ იმედი იქონია, რომ წლის ბოლოსთვის უკვე მათ შვილებს არ დაემუქრებათ თანხის არ ქონის გამო ფატალური შედეგი. თანხის არ ქონის გამო ფატალური შედეგი მათ უკვე აღარ ემუქრებათ უკვე რამოდენიმე დღის წინდან. ანუ თანხის არ ქონის გამო არავინ აღარ დაზარალდება არც ერთი ბავშვი. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება, რომ საქართველოში დაიწყოს იმ პროექტის განხორციელება, რომლითაც უმეტესი სერვისების მიღება შესაძლებელი იქნება აქ ადგილზე. ზუსტად გადანერგვაც მათ შორის მათ ჩათვლით. და კიდევ ერთხელ გადასტურებ, რომ თანხის არ ქონის გამო, მოდით ესე ვთქვათ პირობითად, უკვე დღეიდან არავინ არ დაზარალდება არც ერთი ბავშვი, რომელიც არის ონკოჰემატოლოგიური დაავადებით შეხვედრილი. კარგი იქნებოდა, რომ მირზა ცეცხლადაც ყოფილიყო მათ შორის, თუმცა სამწუხაროდ ეს არ გამოვიდა. მადლობა დავით სერგეენკოს, შრომის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის მინისტრ, რომელიც პასუხობდა პოლიტმეტრის შეკითხვებს. ჩვენ პოლიტიკური თემებით დავრუნდებით თინა ხიდაშვილთან ერთად. როგორც იცით, 31 ოქტომბერი არჩევნების დღედ გამოცხადდა. რა გავხსნით Facebook-ით და გამოხმაურება დროებით.